აი მე დედა. მოკლედ. ეგ ბაზარია დღეს, რომ აღმოჩნდა რომ მახველებს ყელი მტკივა, სურდო მაქვს, კუნთები მტკივა, სიცხე რომ აქვს თქვი უკვე და ყელის ტკივილისგან ხმა ჩამეხლიჩა. ამიტომ დღეს შეძლებს და გვარად შევეცდები რომ რუსკა ვიყო, მაგრამ შესაძლებელია რომ რუსლანიც ვიყო და წინასწარ ბოდიშს გიხდით. ხო და ეგ ბაზარია მეგობრებო, ვიმყოფებით ბაზარში, ვიმყოფებით ლაივში, ბაზრის Facebook გვერდზე, როგორი დინჯი და მშვიდი ვარ. ხედავთ აი სიცხე რას უშვება ადამიანს, ამშვიდებს, ადინჯებს, არაღაცნაირებს. ხო და აყურში როგორც კი ჩაკვირებს ნატალი რომ მოიხოდებო, მე კი მოვიხოდები, მაგრამ უე სიტყვა უნდა. ხო, მოკლედ ის ბაზარია რომ ვიმყოფებით აქ. ღია სივრცეში, ბაზრის ღია სივრცეში, ამფითეატრში, ჩემი სტუმრებიც აქ არიან მოსულები. სხვა სტუმრებო შეგიძლიათ ჩართოთ, რა ქვია, ლაივი Facebook-ზე და იქიდან შემოგხედოთ. ან პირდაპირ მოხვიდეთ ვეკუას 3A ნომერში, აქ დასხდეთ, მოიყვანოთ შეყვარებულები, მოიყვანოთ ისინი, ვინც გინდათ რომ გახდეს თქვენი შეყვარებული, ან მოიყვანოთ ცოლები და დააშორდეთ, ან შეურიგდეთ, ან ქმრები დააშორდეთ. მოკლედ, ყველაფერი შეგიძლიათ აქ აკეთოთ, მოხვიდეთ, იტიროთ, იცინოთ, იბღავლოთ, იყვიროთ, ან არ იყვიროთ. მოკლედ, რაც გინდათ ის აკეთოთ, ოღონდ მე მიყუროთ და ჩემს სტუმრებს. გასაგებია? არ მაყიროთ იცოდე, იმიტომ ხმა არ მაქვს. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმრებს. ანუ რაღაცნაირად გამოვიდა შემთხვევით, რომ სულ კაცები იყვნენ ჩემი სტუმრები. ნუ რაღაცა არ ვიცი, ნუ რა დამთხევა იყო, არ ვიცი, მაგრამ სულ ვაჟები და მამრობითი სქესი იყო ჩემი სტუმარი. ხო და მე რა თქმა უნდა, ისთვის ვარ აქ, რომ თქვენი რაღაცნაირი შემოთავაზებები, რაღაცა არ გავითვალისწინო თქვენი თხოვნები და დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემზე ბევრად ჯერ ბევრად ლამაზი გოგოები მომეყვანა თქვენ თვით რომ მე არ თქვას რომ ეს რა ქვია თვითონ რომ უფრო ლამაზი გამოჩნდეს და იმიტომ არ მოყავს ლამაზი გოგოები. ხო და არა მომყავს ლამაზი გოგოები. ლამაზის გარდა მომყავს ნიჭიერიც და ლამაზიც. ანუ ორმაგად მაგრები მოყავს რა. ხო და არც მეტი და არც ნაკლები დღეს ეს ჩემი დიდებული სტუმრები არიან ნუ ცათოფურია მომღერალი. ნუ სახიობი რა ყველაფერი გახდა მე მგონი. და ანი ლოლაძე, ლოლა, ჩემი სიყვარული, ორივე ჩემი სიყვარულია პრინციპში ვერ გამოვყოფ, იმიტომ თან ორივე ერთმანეთს მეგობარი, ხო და გადავჯდები მე და მას ვკითხავ, რა ბაზარია? რა ბაზარია? რა ბაზარია? როგორ ხართ? კარგად. შენ პირველ რიგში გეტყვით რაო? შენ თქო რო გკითხო? მე კარგად ვარ. ვიცი რა პასუხსაც მივიღებ. საწუწნები მაქვს, ყველანაირი მაქვს, იმიტომ რომ ზუსტად ჩემ მდგომარეობაში წამალი მივიღე დღეს იმისთვის რომ თქვენ შეგხვდეთ, ამიტომ ისეთი ბაზა მაქვს მიღებული წამლების და ისეთი სტერილიზაცია მაქვს ჩატარებული, რომ არაფერი არ გადმოგედებათ. თუ გადმოგედებათ, წინასწარ ბოდიშს გიხდით. როგორ ახართ ამ? რა ვიცი. კარგად. ძალიან კარგი ბაზარია და რა ვიცი არ მომეწონა. რა ვიცი, ანუ ეს ის მაგხოლმე აქ როგორ მოგწონთ ახლა თქვენი სტუმრობა ბაზარში? მე მგონია რომ ძალიან უხდებით აქაურობას. ხო, მე პირველად ვარ თან. ანუ თმის ფერით ძალიან უხდება ბაზარში. აი ზუსტად ლოლას ფერი არის. პირველად ხარ რას ნიშნავს? არ ყოფილვარ არა. მოდი ცალკე ვილაპარაკოთ ამ თემაზე. აქამდე რატომ არ ყოფილხარ ბაზარში? არ მომიწია, აი არ ვიცი, არასდროს არ მომიწია რომ აქ მოვსულიყავი. და შენ მომიყვანე პირველმა. მე მოგიყვანე პირველი, ხო? აი ნახე, აქაც ხართ. მოკლედ, ეხლა მთელი ბაზარი გისმენთ, გარდა იმისა, რომ მთელი ბაზარი გისმენთ და ყველა მხრიდან გვიყურებენ, ამფითეატრიდანაც გვიყურებენ. კიდევ ერთხელ ხელი დაუქმნიოთ ჩვენს სტუმრებს, ჩვენს Facebook Live-შიც გიყურებენ. ეხლა წესიათი მოიქცეთ, ნერვი არ დამაგრეშოთ. ანუ რას ნიშნავს წესიათი მოქცევა? რას გინდა ისაკეთ? სრული თავისუფლება გვაქვს. ძალიან დიდი ხანია, ხო მეგობრობთ? კი. რამდენი წელია? აი რამდენი ხანი? 5 წელი. ძალიან დიდი ხანია მე 25 წელია. 25 სუ არ ვარ და ნუც არის, მაგრამ მე არ ვარ 25. სხვათა შორის ეხლა რომ ჩვენ ხო მეგობრობთ დიდი ხანია და ეხლა გამოჩნდა რაღაც ვიდეოებს ვიღებ და ხალხი გვიწერს რომ ახალი დუო და არა ხართ ახალი არა 20-20-დან დუო ვართ. 20-20 და ეხლა რატომ უნდა ხალხს? ვიღაცები წერენ რომ რაღაცა ახალი დუოაო და ეგრე არ არის. ხო. არ არის ეგრე. პირველი შთაბეჭდილება გახსოვთ ერთმანეთზე. მართლა მგონია რომ უგზარი გელაპარაკებით ბოდის. მეც ოღონდ. პირველი შთაბეჭდილება? მე მახსოვს. ხო, საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი, ანი ჩხეიძემ, ეწოდება, ანი გაგვაცნო ერთმანეთი. და მე გახედა მიდი ახლა შენ გააგზელეო. იმიტომ რომ იცის რომ მე დეტალურად მახსოვს და მაგრამ ო, ეგ დეტალები არ თქვა ახლა. არა,
ნუ მოკლედ, გაცნობის დღეს, პირველივე დღეს ერთმანეთს ძალიან დიდი საიდუმლოები გამომხილეთ. პირველივე დღეს რამდენად ეგრე გამოვიდა. პანდემია იყო და ცოტა გარეკილი. თქვენ ქიმიური პანდემია იყო, ხო. არა, ეს ისე არ ხდება მაინც. თუ არ იგრძნობ იმ რაღაც ენერგეტიკას. არა, ზუსტად ეგ იყო ჩვენ შემთხვევაში. იმიტომ რომ ანუ ჩემს შემთხვევაში მანამდე არასდროს არ ყოფილა პირველ დღეს გაცნობილ ადამიანს რომ გულს უშლი, ხო იცი, რაღაცა ძალიან გესიამოვნება, კარგი მსმენელია, თან კარგი მოსაუბრეა, რაღაცა ისეს და ეგრე გამოვიდა რა. აი, ხა სიმართლე მიხარით, აი, ფიქრეთ პირველად ერთმანეთს. კაი, სიმართლე მიხარით. აი, მართლა არაფერი. ანუ იქამდე ნუცა თვალითაც კი არ მყავდა ნანა, სიმართლე რომ ვიტყვი. იქამდე ნუცა თვალითაც არ მყავდა ნანა. არა, ისეც არ ტყავდა ნანა, ხე არ არა, ვაფშე არ ვიცოდი ვინ იყო. კაი. საერთოდ ბოდიში, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. გამახსენე შენ 20-20-ში რამდენი წლის იყავი? 12-ის თუ 13-ის? 18-ის, 20-20-ში იყო 13-ის. მოციცკნული ქალები მიდიან ან. ხო. პატარა ვიყავი. მაგრამ ნუცას პატარა. ანუ მე მე 20 წლია ჩემზე რა. აი, ერთმანეთისგან რა თვისებებს მიისაკუთრებდით? ერთმანეთისგან? ანუ შენ რას წამოიღებდი ლოლასგან და ჩვენ ვართ რადიკალურად სხვადასხვა ტიპები. იმიტომ მეგობრობთ გონია რა. კი. აი, საპირისპირო არის ლოლა. ანუ შენ თქვი რომ ანუ და მაგიტომ მეგობრობთ, მიზეზი გონიათ ეგ რომ მაგიტომ მეგობრობთ, რომ ეს საპირისპირო ტიპები ხარ. ხო, არა, საერთო ინტერესები გვაქვს, ზოგადად ორივეს და საერთო ღირებულებები, მაგრამ ხასიათით ძალიან სხვადასხვა ტიპები ვართ რა, აი ძალიან თან. გონია რაღაც წყვილი ვართ, ხო? ჩემი პატარა გოგოწილი მოვიდა შემდგომ. რატო ლაპარაკობთ ეს? ძალიან მიყვარს რაც რო ლაპარაკობ და ძალიან მოხდეს, მაგრამ აი დავიჯერო რამე ისეთი თვისება არ არის, აი შენ გინდა რომ ლოლასთან წაიღო. მე მინდა, მე ვიტყვი მოდი პირველი რა. ნუც არის როგორი ადამიანი, იცი? ყველასთან ანგელოზი. ოღონდ მართლა ანგელოზია, განა ის რო იტყუება თქო. მოდი სიმართლე ვთქვა. აი ანგელოზიც არ არის, მე ვნახეთ სიკვესებში. მოდი შევხვდეთ. ნუცა თორქურია. კიდევ ბილოდის იწოვა 1-2 რა არის? არა, მართლა ანუ ნუცას რო გაიცნობ, ანუ მგონია რომ ყველა ადამიანი მაგას იტყვის, რომ როგორი კარგი გოგოა, ოღონდ ყველას უღიმის და ისეთი აი მე არ შემილია. ანუ ვერ აი ადამიანის ენერგეტიკას რო ვიგრძნობ, აი აქედან შეიძლება ეგრევე აქ ვიყო და ანუ ვიღაცას ვეგონო ან ძალიან ნაკლი ან ძალიან სწერვა და აი გოგო არ მომწონს და ცოტა ცუდი შთაბეჭდილება დავუტოვო, მაგრამ რა ვქნა, ანუ ვერ გავუღიმებ ყველას ძალიან არ შემილია. ხო და აი ნუცასგან მაგ თვისებას ავიღებდი, რომ აი ყველას თვალში ძალიან ანგელოზია, მეთქვი? ანუ მაგ თვისებას აიღებ, შენ რას აიღებ ლოლასგან? ეხლა მე ხო, მაინტერესებს სადაც ლოლა მიმყავს, ანუ ერთად მივდივართ, სულ მეშინია ხოლმე რომ ვაიმე, ხლა რამე რაღაც არ გამომილანძღოს მეგობარი, რაღაც ეგეთ. ანუ თუ არ მოეწონა რაღაცა, პირდაპირ ეტყვის. არა, კი დაეტაკება. პირდაპირ ეტყვის. აი ლოლასგან ავიღებდი მე ამ იმას პირდაპირობას, რომ აი შემეძლოს ადამიანს პირდაპირ უთხრა ყველა. მოიცადე, შენ ახლა რის თქმა გინდა, რომ შენ პირდაპირი არ ხარ? არა, მეგრელია. რაშუაშია მეგრელობა. მეგრელი ხარ, მოდი ეგ ვთქვა რა რაშუაში. არა, რაშუაში. ვაიმე, ამის მეგრელობა ჭრის, ყველგან თუ ჭრის. აი მართლა ეგრეა. აი რაში გამოიხატება, რაში. აი კიდეც მაგაში ყველას რო უღიმის და იცის რა ვის უნდა გაუღიმოს. ნახე რა არის. ოღონდ ანუ სუდად არ იყენებს მაგ ამბავს, მართლა. მაგიტომე მეგობრები ხარ, სუდად რო იყენებდეს. სუდად არ იყენებდეს. სუდი მეგობრები არ მყავს, მართლა ძალიან ისე ვართ შემეგობრებს. ცოტა, მაგრამ ნახე ხო და ერთ-ერთი რაზე მეჩხუბელა. ყველას ნუ ემეგობრები. აი არა. ანუ ეგ არა, ყველასთან ხო ერთი და იგივე ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ ბევრი ადამიანი მინდა რომ ჩემს გარშემო იყოს. მაგრამ ნახე, ბევრი კარგი, ანუ რა გინდა ბევრი, ისეთი რადგან ბევრი იყოს, არა ხო გინდა რომ მე ძალიან ბევრი ადამიანთან მოდი თქვა რომ შენ გინდა რომ ის ბევრი ადამიანი შენზე გადასარევად და ტკბილად ფიქრობდეს, არა? ეგ სიმართლე თქვა. მაგიტო კი არა. ეგეც ცოტა ხო გინდა კაცო. მოიცა არ გინდა რომ შენზე კარგად ფიქრობდეს, ჩემზე ძალიან მეგობრა ტიპაჟია ეგეთი რა, კეთილა ტიპაჟია ძალიან და მაგიტო ყავს ამდენი მეგობარი რა, ხო. კეთილი ხარ ძალიან. ხო და მე ვარ აქედა ცოტა ეშმაკი რომ ნუცა არ არის ეგრე და მოდი ცოტა სხვანაირად შევხედო. ხო არ ჩხუბობთ ხოლმე. არა. მე მეგობრობა რა მგონია, იცი ზოგადად აი კი არ უნდა განიკითხო მეგობარი, აი კი მას ესე უნდა, მას ესე მოწონს. შეგიძლია რაღაცებში დაეთანხმო და შეგიძლია რაღაცებში არ დაეთანხმო. რა თქმა უნდა. ხო, ნუ აი მე მაგალითად ეხა ამას წინათ შევთქვა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ რა ვქნა, მე ესეთი ვარ. ხო. და მე მეუბნები რომ მე ესეთი ვარ. ხო და აი მანდ უნდა დაალაგდეს მე რაღაცა. ან მიიღებ ან არ მიიღებ რა. კი, მე ეგრე ვარ მართლა რომ ანუ ადამიანს როგორიც არის ყოველთვის ისეც ვიღებ. და არ ვცდილობ რომ ის შევცვალო. მე თუ იმ წამიდან იმ ადამიანის შესვლა დავიწყე, ანუ უნდა გავშორდე რა, იმიტომ რომ მეც ეგ მოთხოვნა მაქვს ყველასა, რომ მე როგორიც ვარ, ეგეთი უნდა მიმიღო. არის რაღაცები ახლა რაც მაგალითად
ასაკთან ერთად მოვა, რომ უფრო გავიზრდები, რაღაცები უფრო დაიხვეწება და ეგრეც არის 5 წლის წინ დაამფეთქებადი ადამიანი ვიყავი, მაგრამ 5 წელი რო გავა კიდე უფრო აი დამიჯერეთ ეს ეგრება, იმდენჯერ შეგეცვლებათ. ხო, და ეგეთ რაღაცები ისეთი არა. თქვენ შოქში ჩავარდები. აი რა არ მოგწონთ ერთმანეთში, ერთი რამ მითხარით. რა არ მოგწონს? შენ დაიწყე. არ ვიცი. რა არ მოგწონს ახლა? აი არ არსებობს იქნება რაღაც ერთი. რაც არ მოგწონს. ალბათ რო ვთამაშობთ ხოლმე ავალონს მაგ პერიოდში, მაგრამ მაინც ის ან მე როგორი ტიპი ვარ, იცი რაღაცა ნუცა გაგლიჯო, ეხა აი აქვე თავს გარტყმები, ეგეთი ვარ, აი ანუ და დავსტოპდე, ან მორჩით თუ რაღაცა და არ მაქვს ეგ გაღიზიანების მომენტი ნუცასგან. ლოლა არის, აი როგორ გითხრათ. ცოტა აგრესიული, აზარტული მოთამაშე. აგრესიული, აზარტული მოთამაშე. მე არ მომწონს ლოლაში რომ არის აგრესიული, აზარტული მოთამაშე. არ მართლა შეიძლება რომ ხელით შეგეყოს ასე გამოგწონს. კი. ხო, ვიცი და ხო იცი, მე და მე ვარ შვიდობის ტრედი და უბრალოდ მინდა რომ ყველა შეესრო ჩემ ისტერიკას, იქ ლეწვის ხმასაც შეესრო და მე რომ ან მე მაფიაში რო გიყურე, მეთქი ლოლა 2. მაფიაში რო გიყურე ბოლოს. ეხლა რაღაცას გავაკეთებ. აი ერთად ვიყავით მაგ მაფიაში, მე პირველად ვიყავი. გუშინ ერთად ვიყავით კიდე. და შენ პირველად ვიყავი. გოგო რახნა იცი? აი აი ამ მდგომარეობით წავიდა. თან მართალი ვიყავი. ხო, მახსოვს. ხო და ამიტომ ლოლას გაჭედვა არ მინახავს, მაგრამ ნუ არა, ხო, არა, იშვიათად, მაგრამ რა ვქნა, როგორი ტიპი ვარ, იცი? რაღაცას რო ვაკეთებ ცხოვრებაში, ვუდგები სერიოზულად. თუ გლიცინებ, ვიღლიცინოთ, მაგრამ თუ ვთამაშობ, მე იმიტომ ვთამაშობ, რომ მინდა რომ მოვიგო, ხო, თუნდაც. ამე ხო, ესე რატო უნდა ვიჯდე? ასეთ არ დავჭდები ეგრე. და მე ის მაქვს რა, რომ აი თუ მე თამაშე სერიოზულად და იმ უღამით რა მუღებშიც მე გეთამაშები და მე რო ფსიხდები, რომ აი ესე რო არიან, რომ აი აღარ მინდა. აი გუშინას არ ვთამაშობდით. მე ორი თამაში ვითამაშე და მეორე თამაშს რაღაცას ვთამაშობ და შუაგაზაში მეუბნება, რომ აი ძალიან დავატერორე თურმე და დავაძალე თამაში. შუადად გავჭედე, რომ მეთქი ანუ რატო აკეთებ ესეთ რაღაცას, რაც არ გინდა. ეგ არ უნდა მითხრა და მაგაზე გავჭედე მე, რომ აი რას თქვია არ გინდა და არ არის ისევ ჩვენი ხასიათი. მე იმიტომ ვითამაშე, რომ არ გამეტეხა. ხო, და მე იმაზე გავბრაზდი, რომ შენ თუ არ გინდო და რატო არ თქვი და რატო. უბრალოდ იმდენი ხანი მიხსნი და ბოლოს შემწვა რომ მეთქვა, რომ არ მინდა. კი, აი დამიცნო. მალე უკვე მაგასაც გადალახავს და რას არ გედო, იმიტომ რომ არ გაუტყვეს იმას ისე ქვერდაპირ. აი ეგ ეს მოგეხსნებათ ძალიან. ფოტოს რაღაცებში ტყდებით უკვე ვინ არის? აქ პერიოდი მე თანხავს ვესალმები. ხო, ძალიან მაგარია. გუშემატკივარი ჩაირვის ჩამოვლის, მაგრამ კაიგესია. ძალიან მომწონს. სოციალებზე რაღაცას ამბობდი, რა მოგწონს? ეს იდეა მომწონს ძალიან. სკადან რამე რა ბაზარია? მე მინდა და მე დაგპატიჟებ ახლა რაღაცაზე. ძალიან გემრიელ რაღაცაზე. დაგპატიჟებ აქ რა. დაგპატიჟებ გულისხმობ იდეის დონეზე შემოვაკეთე. მიხარი, აბა რას მოვიტანა? კოვიდ შოტი დალეული გაქვს? არა. აი ეგ. მოიცა და ალკოჰოლია? მე კოვიდ შოტი, აი მე კოვიდ შოტი არის. აი ძალიან მაგარი. შენთვის იდეალურია. ჩემთვისაც. მივიდე? მიდი შევკვეთე და მოდი. თუ პატიჟებ, მიდი შევკვეთე და მოდი. აბა თუ პატიჟებ, ბარე მოგვიტანა. შესაკვეთად. კარგი, მანამდე საგება. შენ ხარ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ხარ? ძალიან. მე მივხვდი რომ სოციალურ ქსელებზე ვარ დამოკიდებული და ძალიან ვაკონტროლებდი მაგას, რომ არ ყოფილიყავი, მაგრამ აკონტროლებდი რომ არ ყოფილიყავი. ვაკონტროლებდი, მაგრამ ვერ გავაკონტროლე. ბოლოს გავჭედე ძალიან. მე ვაკონტროლებდი იმას, რომ ვინმეს ჩემთვის ინფლუენსერი ან კონტენტ კრეატორი არ დაეძახა. აი მართლა უთხარი რომ მადლობა. არ ვარ მეგობრებო, იმიტომ რომ მართლა ვინც არიან, ანუ მეც და ისინიც ორივე არ ვართ. ანუ ყველა არ ვარ. მე მაქვს ჩემი ადგილი და მინდა რომ ჩემი ადგილი მქონდეს. მე ვარ მომღერალი და ვიქნები უბრალოდ მომღერალი. იცი რა, შენ როგორც მე არ მოგწონს სიტყვა ინფლუენსერი. არც. არა, აღიზიანებს. თუმცა ესეც მე მგონია რომ ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ რაღაც გარკვეულმა ბაბლმა რაღაცნაირად თითქოს და გააბანძა ეს სახელი. რეალურად ინფლუენსერი საერთოდ არ ნიშნავს ცუდ რამეს. რეალურად ნიშნავს რომ ზეგავლენის მომხდას. კი ბატონო. კი. ყველა ინფლუენსერია აბსოლუტურად. მოდი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გამომწერი ყავს. 10 თუ 20 თუ 20,000 თუ მილიონი. ზეგავლენას ერთ ადამიანზეც თუ ახდენ, ხარ. ხო და ნუ გაგვიბანძეთ ეს სიტყვა რა, ძალიან გთხოვთ რა. ხო და ნუ ჩვენი პროფესია გვაქვს და ჩვენ პროფესიით რაღაცებს ვცდილობთ ხო. ამიტომ ახლა მე კი არ შევეცადი რომ შენ ეს ხარ, გინდა არ გინდა ხარ, ნუ გინდა არ გინდა არ რეკლამებ, ხო?
გინდა არ გინდა, ბევრი გამომწერი ყავს. ხოდებ რეკლამებს. შენ აზრს სხვა ფიქსირებ. გინდა არ გინდა, კარგი, თუ არის ინფლუენსერი არ მოგწონს. გარკვეულზე გავლენის მომხრენი. ლოლა წუწაო ბით დაერტო. კაი, არა უშავს. მოკლედ, ლოლა იწუწავე. კოვიდ შოთი არისო, მე რაც მიყვარს რა. ესე კოვიდ შოთი რა არის? აი ესეთ შოთი არის, უნდა გადაკრა. შიგნით არის ჯინჯერი და ლიმონი. ოღონდ როგორი მწარეა, იცი რომ აი ეს გემართება და აღარ გვაქვს სამწუხაროდ და იყო ეს ბოლო ორი დარჩა, ეს შეთვის გავამზადე. მართლა? შენ მithumetes ახლა ბოლომდე უნდა დალიო. ეს არის ენერგი შოთი. ეს არ გამისინჯოს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ძალიან კაია. კარგი, დიდი მადლობა. რა აქვს? მარწყვი და ჭარხალი, იდეალური. იდეალური. და თან სინჯო და თან გეუბნე გეკითხები, სოციალებზე დამოკიდებული ხარ თუ არა? კი, რა თქმა უნდა, ინფლუენსერი როცა ხარ, გინდა არ გინდა დამოკიდებულება პირდაპირ გაქვს, რა თქმა უნდა. ანუ ძალიან დამოკიდებული ხარ? ეს შენ ბევრი დაგიტყვა. არა, მე ბევრი არ მინდა. მე დავლევ ამას. კაი. იცი რა არის, სოციალებზე ამ დროს და ამ წელს ძალიან რთულია რომ არისო. ძალიან რთულია. ბავშვებთანაც მე ხო არ ვამხრობი ხა პატარა ბავშვები რა თქმა უნდა ტელეფონში არიან, მაგრამ მაგას ვერ გაექცევი, ანუ ბავშვს სრულიად წაართვა ეს ყველაფერი. ვერ დაეწევა დროს, ფიზიკურად ვერ დაეწევა, იმიტომ რომ ეგ არის რასაც და თან უყურებს დედა და მამა დღე-დღე ტელეფონებში არიან ჩართულები. რა უფლებით არ უნდა მისცეთ? აუცილებლად, რასაც შობელი აკეთებს, ბავშვიც იმას იმეორებს. აი რომ გაქრეს ერთ დღეს. აი, სხვათა შორის მიფიქრია მაგაზე და ყოფილა ეგ ალბათობაც, იცი, რომ რაღაც წლების მერე არის ეგ ამბავი, რომ შეიძლება მოხდეს რა. რომ გაქრეს საერთოდ სოციალზე? საერთოდ აუხტქლდეს, სოციალი კი არა. ენერგია, ყველაფერი, შუქი, დენი, ყველაფერი. გავაგზავნეთ, მე მგონი ხეთ. ანუ ჯერსაც ხო, ანუ რაღაც ალბათობები, რაღაცებს რომ უსმენ ხოლმე, ანუ ამბობენ, რომ ეს თეორიები არის, მაინდა-მაინც ესეთ დიდად დავიჯერე. ხო, არა, შეიძლება საერთოდ, მაგრამ წლების წინ ესე აი ხო აღარ არის, იცი რომ ხვალიდან არ გეკნება, აღარც ინსტაგრამი. აღარც Facebook ისედაც არაფერში არ გჭირდება. ინსტაგრამი და Facebook-ი არ მექნება და ანუ მაგალითად მუსიკა იარსებებს? არა. მუსიკა არ, სოციალები რო არ არსებობდა, მუსიკა არ არსებობდა? როგორ არ არსებობდა მუსიკა? მუსიკა იარსებოდა. ხო, მაგრამ მე გეუბნები ხარ რომ გადმოტვირთო. ადრე მუსიკა სხვანაირად იყო, რადიოში იყო, კასეტებზე იყო, დისკებზე იყო და ეხლა ყველას ტელეფონში გვაქვს ეს მუსიკა, მე ვთქვი და სხვანაირად არის რა. ხედა მუსიკაზე რამდენს ლაპარაკო. ჯენზია ხო, ჯენზი. მე ჯენზი ვარ. ნუ შენ ჯენზი ხარ, ხო? მე ჯენზი. კი, ჯენზი. ორივე. მილენიალი ხარ შენ? მილენიალი. ჩემო ჯენზიკებო. აი უხერხული სიტუაციები და როგორ ძრებით? გესმის ჩემი ხმა თუ არ გესმის? კი, როგორ არა. უხერხული სიტუაცია. უხერხული სიტუაციები და მე მარტივად ძრები, აი ლოლას კითხე. ეს პირდაპირ აუხერხულებს, შენ მეგრელი ხარ და ეს უფრო აუხერხულებს, ეს რო იწევს ლეწვას. აი ყველდღიური მურიდების გარეშე, აი ეხა ხო live ეთერში ვარ და რო რამე შეიძლება ნუცა გაჩერდი, აი ეგ დამეწყოს. ჯერ არა. გასინჯე? ძალიან გემრიელია. რამე მაგალითი კი, ძალიან კარგი. რამე მაგალითი გააქვს? აი მე მაგალითად ყველაზე უხერხული სიტუაცია რაც მქონია ცხოვრებაში. ვიყავი პროექტში და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვიყავ, ვიმღერე და შევედი ჟურნალისტის ოთახში და მინდა ვიხუმრო. ანუ იდეაში მინდა რომ ვიხუმრო და ბუბა კიკაბიძე იყო ჟიურიში და ნანი ბრეგვაძე ასევე. ხო. და მე პირდაპირ ეთერში ვიძახი რომ რაღაც მკითხეს მეხუმნენ და მეთქი მე ასაკი არ მეტყობა თქო, თორე მე და ბუბა ადრე მეგობრობდით, აი ეს მეგონა მთელი ცხოვრება რომ ერთად ან მეგობრობას ნიშნავდა. მე და ბუბა კიკაბიძე ადრე მეგობრობდით მეთქი და აი ეს აი ეგ რა მოხდა? იქ მოხდა, აი უბრალოდ არ ნახული რაღაც. ეს ჩემი მონაწილეები, ბავშვები ხო ჯერ მოკვდნენ სიცილით. ყველა გავიდა, ანუ ისეთი უხერხული სიცილი ხო დაიწყეს რაც თავარი. ყველამ დაიწყო სიცილი, ჟურნალისტი რუსკა იყო ჟურნალისტი, აი ესე დადიოდა რომ ვაიმე რა უქნათ და ეგრევე გავარდი ბუბასთან. ბატონო ბუბა მეთქი, აი ესეთი არაუშავ ჩემო საყვარელო, ძალიან კარგი ხუმრობა გამოდივიდა. ამიტომ აი ჩემს ცხოვრებაში მე და ბუბა ადრე მე მეთქი ასაკი არ მეტყობა, თორე აი ეგ იყო ძალიან უხერხული სიტუაცია, რომელიც ძალიან საყვარელი და ესეთი კარგი ხუმრობა იყო, ხარისხიანი მე. ძალიან საყვარელი იყო, ხო. ლოლ, შენ რამე გახსენდება უხერხული რაღაცა გაახსენდა. მომიყევი გეხოცებ. ძალიან ცუდი, ოღონდ აი. ხო, აი თორჭო ხო გახსოვს რა ისტორია მოყოლება ასრო შეასკდა. აი, არა, ეს უარესი, აი დარწმუნებული ვარ, არც ერთს არ დაგმართიეთ ეგეთ რაღაც და ალბათ აი მიდი. ოღონდ ისე ვიტყვი რა, ცოტა შელამაზებულად. არ გჭირდება აქ არაფრის შელამაზება. ვარ 16 წლის. ხო. ოღონდ ლაკა. არა, ანუ ეს ასაკი უნდა გაითვალისწინოთ. დღეს ეგეთ რაღაცას არ ვიკადრებ.
უკეთ თავს. ვერ გავიაზრე ალბათ თუ რაი მაგარი ხუმრობა მეგონა. Scroll Facebook-ს და ძმას უდევს თავის ძმაზე პოსტი ვიღაცას. ვიღაცა ძმა. და აწერია მე და ჩემი ძმა. გვერდზე მის ბიჭი, ჩემი მეგობარი, რომელსაც ყავს ძმა. ხო. და ეს ხო ვნახე და გამეცინა რომ მეთქავ თავის მაზე რა შემუტრია და ნახე შენ და შენი ძმა თქო. და ესე მიყურებს რომ რა ქენიო ხაო და აი მართლა მეგონა რომ ცოტა იყო და ხეძმა. და ამ დროს ორივე ხეები გამოვიყვანე არსაიდან და აი ესე ვარ რა. ანუ ეგ იყო აი მართლა მაგაზე. არაფერი კარგად არც მახსოვს, მაგრამ ალბათ ვეცინე, იმიტომ რომ რეაქცია ცუდად არ მახსოვს მიხვდი და არც შემდეგი პერიოდი ცუდად არ მახსოვს. და ალბათ მიხვდა რომ ვერ გავიაზრე რა და მემართა და აი ეს იყო, მაგრამ აი ახლა რომ მახსენდება, ანუ ადამიანმა რომ ითხრას ნახე, შედანუცა ხეები და ესე ვარ. ხო შემოვარტყი რა რას მეუბნები. ხო რა, ეგ მგონია რომ მაგაზე უხეხული ეს არის, არა თა პირისპირში რო ეუბნები ადამიანს. არა, ჩემო კარგო, შენ მეგობარზე თქვი და მე ბუბა კიკაბიძეზე უბრალოდ აი ეგ სულ ხო ჩემი ჩახლეჭი რეკლამაში ზარღაც ზემოთ სადღაც გარდა შენ დაგმართნია აი ახლა შენ დამართნია აუ შენ მოგუყავი აი ერთად რა გახსოვს ეგეთი მოგუყავი ძალიან უხერხული მე არა ვერ მოვყავს სიცოცხლე აი ამაზე უარესი რა გინდა ადამიანს უთხარი პირში ხეხარ თქო არა ხეხარ არა ისინები მეთქვია კაი აქ კითხავს მე ვსვავ მომისმინეთ ახლა ორივე Red flag-ები ბიჩი, სამი red flag-ი. Red flag-ი ბიჩი. იუმორის გზნობა თუ არ აქვს? 0. პირველი მე. პირველი, ხო. ხო. მოუწესრიგებლობა. მოიცა ჯერ იმან თქვა სამი. მე ჩამოვწავს. ამის მაგივეთ იწო. მიშელე. არ მე ხო, არა, ანუ ეგ პირველი ორივესია და მაგიტო ამ. იუმორის გზნობა, აი ძალიან დიდი red flag-ია ჩემთვის. არ ვიცი, იმედია რომ ვინმე არ მეჩხუბება, მაგრამ ინტელექტი აუცილებლად უნდა ვთქვა. ნახე ახლა რა, აი ნახეთ ახლა რა გააკეთეს ბოტებმა და ტროლებმა და Facebook-ს მიმჯარმა ადამიანებმა. სულ რაღაცნაირად რა, სანამ რაღაცას ვიტყვით. გონია რომ ეხლა არ გვეჩხუბოთ, ეხლა არ გაგვიბრაზდეთ, ეხლა კომენტარებში ანუ წერეთ და იკითხეთ გთხოვთ და დამირეკეთ სამშაბათს. ინტელექტი რომ არ აქვს და ძალიან ეგრევე ეთყობა ხოლმე ბიჭს ჩემთვის. IQ მე ცოტა ინტელექტი. პერფექციონისტი ვარ და ძალიან როგორ რაღაცებს ვაკეთებ. თუ არ ვწდები საპიოსექსუალები ქვიათ ხო ინტელექტუალებზე რომ გიждები და თუ არ ვეკეტებათ. როგორ? თუ არ ვწდები ნატალია შემისწორე რა ვწდები. საპიოსექსუალი ქვიათ. საპიოსექსუალი. რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აუცილებლად ინტელექტუალური. აუ საპიოსექსუალი ახალი რაღაც გავიგე ჩემს თავზე რომ მე ვარ საპიოსექსუალი. დიდი მადლობა რუსკა. და მესამე red flag-ი მუსიკა და ხელოვანი ხალხი რომ არ უყვარს ისე როგორც საჭიროა. კარგად ბრძანდებოდეთ. ეგეთები არ გამოეხმაუროთ თოფურიას. დია. თეატრი უნდა გიყვარდეთ და ასევე მუსიკაც უნდა. ხუმრობ. და თუ არ გიყვარს პატივი მაინც უნდა თეატრი. ხო, უბრალოდ კასტინგი ჩემთან უნდა გაიარონ. გამარჯობა, აგე მეორე. აბა შენი სამი red flag-ი. ეგ ეგრეა კი. კაი. ჩემი სამი red flag-ი. იუმორი. სტანდარტი. მოუწესრიგებელი რო არის ადამიანი, აი არ არსებობს, ქალით კაცით არ აქვს მნიშვნელობა. და აი რო ანუ არ არის მსმენელი, აი რო არ გისმენს. აი თუნდაც ერთი ის რო აი რაღაცას უყვები და აი შეიძლება დაჯერს და მოგისმენოს, ან უბრალოდ რაღაცას ეუბნები რო აი ეს არის მწვანე და არ ესმის რომ მწვანეა და გონია რომ შავია და ვერ აგებინე. მიხდი? აი ვერ. მაგრამ შენთვის არის მწვანე და იმისთვის. არა, მართლა რო არის ოღონდ რა. ხო, არ ვიგონებ და მართლა ეგრეა და უბრალოდ თავის გონკებში რო არის და არა, არ შემილია, ხო. ყველაზე ცუდი შეტყობინება რაც მიგიღიათ, ან კომენტარი, ან რაც გახსოვთ ყველაზე მეტად. აი მე რო ვიღებ ჯარიმის შეტყობინებებს. ძალიან ცუდი შეტყობინება. და ძალიან ხშირად ვიღებ. პირველია. სიჩქარესთან გადაჭარბებით. ამას უყურეთ რა. კოპცია თოჯინას რო გავს, დიდი თვალები. გოგოზის BMW-ზე და რას დაქრის იცი? BMW-ზე ბოდიშით. მიშველეთ. დია. კი, ხო, აი ხო ძალიან ესეთია თუ რაღაცა თავის BMW-ს რომ მოაჯდება და დააჭერს, გინუცა დავშვიდით ხო? ეგეთი. ხშირად იტყუებით? აი გულახდილად მიხარით. არა. არა? ეს არა. არა. მე კეთილ შენ გიწევს ის, შენ ისე აი ხო, კეთილ აი ჩემ ზურგზე და დაიდე.
აი მე როგორი ტყუილები მახასიათებს, ისე რაღაც საიდუმლოს რომ მეტყვი, რომ არ უნდა ვთქვა და მაგასთან დაკავშირებით რომ მაგალითად ნუცა რაღაცას მკითხავს შენზე და ანუ ვერ ვეუბნები, იმიტომ რომ შენ მითხარი არავის არ ვუთხრა. არა, ეგ სწორია. ან რაღაც ისეთი ინფორმაცია, რაც ჯერ ხალხმა არ იცის და ვერ უნდა ვთქვა და ცოტა ხანში გაიგებს, მაგრამ მაინც არ მაქვს უფლება და ეგეთი რაღაცეები რა. ეგ ძალიან კარგი თვისებაა. ხო, სხვა მართლა ყველაზე მეტად არ მიყვარს ტყუილი და მაგიტო ადამიანი. კი, ძალიან პირდაპირი ვარ რა, ხო, აი ესე ვარ. და მიწას კეთილი ტყუილების თქმა რომ ადამიანები კეთილი ტყუილები ხანდახან საჭიროა. კი, კეთილი საჭიროა, კი. აი, დაგვიანების გამო რა ტყუილი მოგიფიქრებია. მე არ მე ვაგვიანებ. მაგალითად მთელი ოჯახი ამოვწყვიტე სკოლაში, მართლა. ანუ სკოლაში ამოვწყვიტე, დაგვიანების გამო არა, გაკვეთილი სარცოდნის გამო. ანუ დაწყებული იყო, ბოლოს გადავედი დიდ ბებიაზე, მე იმის ბაბუაზე, მე დიდ ბაბუ, ანუ მართლა მთელი ოჯახი ამოვწყვიტე და ბოლოს იყო რომ აი საერთოდ ახლობლებზე გადავედი, მაგრამ ადრე მაშინ არ მჯერა წურწმენების მჯერა. ამიტომ არ მომხდარა, ახლა ამოვწყვიტე მთელი ოჯახი მაშინ. თქვენ მოგიფიქრებიათ ეგეთი? აი, ალბათ ეხლა ცხოვრების განმავლობაში რაღაცა იქნება, მაგრამ ძირითადად ეხლა ის ანუ ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ სულ ისეთ ადამიანებთან მაქვს შეხება, რომ აი რატო უნდა მოვატყუო მე. აი მაგალითად ტრენერთან რომ მივდივარ და რომ ჩამეძინა, ან აი რატო რა მაქვს მოსაწყობელი. ადრე სკოლაში ხო და მაგას ვამბობ, აი სკოლაში ძალიან ბევრი რაღაც იქნებოდა, არ მახსოვს. ალბათ სტუდენტები გუშინ წინ დაამთავრე სკოლა, რატო არ გახსოვს? გუშინ წინ დაამთავრე მარტო სკოლა. 5 წელი გავიდა. არა, ხა შენთვის შეიძლება ცოტა, მაგრამ ჩემთვის ხო არ არის. მაგას კი, ჩემს 5 წელი ცოტა აღარ არის. მართლა გუშინ წინ დაამთავრე სკოლა. ხო, ნუ კაი. კარგი, მაგრამ არ მახსოვს, ხო? არ გახსოვს, კაი, ხო. ესე რა ქვია, თქვენ საქმეში. ნო. პროფესიონალები ხარ? კი. ხოჭო. შენ რა სად გაიხედა? ნუცას მაგივრადაც კი. მე თავმდაბალი ვარ ხოლმე. თავმდაბლობა არ ნიშნავს იმას, რომ ის თქვა, რომ პროფესიონალი ხარ შენ საქმეში ან არ ხარ. როგორც მომღერალი ალბათ კი. ხო, შენ საქმეშიო და რა ვიცი. ალბათ ეგ იყო. ანუ ალბათ იმ ეტაპზე შეიძლება არ ვარ, მე ეგრევე მივდივარ ხოლმე პროფესიონალ, როცა მეკითხებია, რომ აი მაქვს იმის, აი რა როგორ გითხრა, რომ სხვას გადავცევ, თქვათ, რაღაც ჩემი გამოცდილება თუ რაღაც რა. აი მაგაზე რომ ვფიქრობ ხოლმე, რა შემიძლია ჩემი სტუდია გავხსნა და ბავშვებს ვასწავლო? არა. არა. ჯერ არა, ანუ არა. ხო და აი ეგ არის ხოლმე, მე მაგაზე ვკელეროები ჭირდება კიდე. კი, ცოდნა შეიძლება ისედაც გადასცე და ასედაც გადასცე. ეს კიდე რაღაც სხვა რაღაცა არის, რასაც ისი ნერვიც უნდა გქონდეს რა. თორე არსებობენ ფანტასტიკური იგივე არტისტები, იგივე პედაგოგები, ვოკალისტები, რომლებიც შეიძლება არ იყოს ცხოვრებაში ძალიან კარგი, მაგრამ ფანტასტიკური პედაგოგია. ხვდები, აი პედაგოგობას კიდე ცალკე სხვა ნერვები ჭირდება რა მე თუ. გამარჯობა. შენ აგერ პედაგოგი. რეპეტიციას უნდა ვატარებდე, მაგრამ ეხლა შენ გამომოვედი. დიდი მადლობა, მარტო ჩემ გოგო სხვა არ მოხედი არა. შენს და რა თქმა უნდა. თქვენთან სტუდიაში და უნდებათ ყველას კი უნდა. მე გეტყვით იმას, რომ ჩემ თვალში ორივე, აი როგორ გიხთ, აი ძალიან დიდი ხანია გიყურებთ. აი ჩემ თვალწინ გახდით ნიჭიერი ბავშვებიდან პროფესიონალი. აბა მე მკითხე, ამდენი ხანი გიყურებ. ნიჭიერში რო ჩემ წინი ჯექი ჟიურიში. და მე რო ისე გამოდიოდი, ვიღედი მონაწილეობას. X Factor ნიჭიერი ყველგან. მე ძალიან პატარა ვიყავ, ნიჭიერშიც ვიყავი, X Factor-შიც ვიყავი და რუსკა ყველგან იყო. ხელის გულზე ერთი იყო, მეორე ხულის ხელის გულზე და ახლა მის ხედან გადაცემაში და პროფესიონალიზმზე საუბრობ. დიდებული სტუმრები არიან თქვენ ვიძახი. აი ესეა ცხოვრება მოწყობილი. დიდებული მასპინძელი. დიდებული მას მოგწონთ ჩემ გადაცემაში. ძალიან, აი თავისუფლად ეკარგა. ცოტა რო გეჩხურებით, ნერვები ხარ გეშლება. ტონის ბრალია თორე სინამდვილეში კი არ თქვა. ან სულ ერთი და იგივე სიტუაცია არის ხოლმე გადაცემაში და ეს განსხვავებული. ეს ხო განსხვავებულია და კაი არა. აი 60 წლის რომ გახთებით. აი რა იქ როგორ ფიქრობთ, აი როგორ იცხოვრებთ? აი ვიხართ, გახდით აი 60 წლისები ხართ და როგორ ცხოვრობთ? რასაკეთებთ? ვიხართ? მეშინია. მეშინია, ხო? მე ვიც მაქვს და ვიტყვი. მე ზუსტად ვიცი რომ მეყოლება ბევრი შვილი. აი ბევრი შვილი რა, ანუ შვილები. ხო. და შვილიშვილები. იქნები ძალიან ბედნიერი აი გარემოცვაში. მაგრამ
რაღაცაერთ გონია რომ სცენასთან შეხება მაშინ იმ დროსაც მე. აუცილებლად გექნება ერთი წამი არ შეგეპაროს ეჭვირო სცენასთან ეს გექნება, არ გექნება. შეიძლება შემომხედე მე 40 წლის გავხდები 2 წელიწადში. 40 დააფიქსირეთ ამათ სახელით. ანუ შენ გონია რომ მე რომ 60 წლის ვიქნები, ძალიან ისე არ ვიქნები გადასწრებული. არა, აუცილებლად იქნები, იმიტომ რომ დედა შენიც და შენიდაც, ანუ ის სამივე ისეთ სასწავლები ხართ, რომ კი იქნებით, მაგრამ ხო 40-ის ხდები? 40 წლის ვიქნები 2 წელიწადში. ამიტომ ანუ მე მგონია რომ მართლა შეიძლება რაღაცნაირი შტამპის სიტყვებია, მართლა რაღაცნაირი ასე კი მხოლოდ ციფრებია. ანუ მართლა ციფრებია. გემატება უბრალოდ რაღაც გამოცდილება და რაღაც შეხედულებები გეცვლება, რაღაცებზე უფრო სხვანაირად ვფიქრობ, რაზეც ადრე ნერვები გეშლებოდა, იმას ნერვები აღარ გეშლება მართლა. გინდა დაგაწნა რომ? კი. დედა ჩემი ზუსტად შეხელა. არა, ხო, მეც დედა ჩემი იყო 17 წლის მე რო გამაჩნია. შეგიძლია მიშვილო და ორი დედიკო მეყოლება. ამიტომ რომ ანუ ასაკით ოკეია. დედა ჩემიც იყო, არ ვიცი, 18 წლის იყო, ორივე რო ყავდით, მეც და ჩემი და წარმოიდგინე. ძალიან ახალგაზრდა. მე უბრალოდ მაშინ სხვანაირი რო იყო, ჩემთვის ხო ძალიან წარმოუდგენელი არის ის რომ მე 40 წლის ასაკში რაღაც ცოტა შეხელაშვილი მყავდეს წარმოუდგენელი. არა, მეც დღეს რომ ვუყურებ არ არსებობს, მაგრამ მაშინ თქვენ ხართ ეს თაობა, რომლითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის მნიშვნელოვანი ცეკვა, კი არა, ან მუშაობა ხდება ის მუშაობა რომ აიდგა ფეხი, ხელფასი ის და ნახო მართლა ყველაფერი არა? ეხლა რომ დავფიქრდი რა, აი რამდენი ხანია გიყურებ და რა, შენი შემხედვარე აღარ მეშინია რომ ასაკი მომემატოს. აი ანუ ჯერ ხო არაფერი არ გეტყობა, მაგრამ ანუ მგონი ისეც ეგ რო ვფიქრობდი, მაგრამ მგონი რომ შენ ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ხარ მაგის რომ ნანიკო ხაზარაძე რამდენი წლის არის იცი? ნანიკო ძალიან დიდია. 52 წლისა. ანუ მე რაღაცა გავჭი, ანუ შენი ერთი კონკრეტული ასაკი და იქ ჩავრჩი რა. მეც ასე მგონია, მაგრამ ჩემი არის 50 წლის და როგორ აიცი უკვე? შვილო მე რო აღარ ვიქნები თუ რაღაც და ნანიკოს რო ვუყურებ, რას ამბობ? პატრა გოგოა. თქვენც ეგრე იქნება. შინაგანი სამყაროა ყველაფერი რა, აი ეგრე გადაწყდა. მე ისედაც ისეთი ტიპი ვარ, მაგრამ აი აბარა, თქვენ ხართ ჩემი სიცოცხლე. აი ერთი სული მაგხრივ, აი 40-ის რო გავხდე. აი რო ჩავიცმებ აი ესეთ. ერთი სული რა ესე გავი. მარტო მაგხრივ რა, რომ აი არავინ არის კარგ ვიზუალზე რო იყო და ძალიან კაი ტიპაჟი რო იყო და ქიარული რა. 35 წლის რო გავხდი, მაშინ გავიხვიდე წვირი, მაშინ გავიკეთე პირსინგი, მაშინ გავიკეთე ტატუ და დავამოკლე რუკები. მაგრამ მოკლედ სანამ ჩვენი საყვარელი ძალიან წავჭორავდით ხო? მაგიტომ მიყვარს და მაგიტომ მევასება ახალობა. ზიხარ, გავიწყდება რომ კამერა გიყურებს, მართლა მოვიწყდება აქ რა ხდება. მე ნატალია ჩავქერებს ხოლმე რომ რაღაც გადადი ბაზრის ამბებზე, ბაზრის ამბებზე გადადი და გადავდივარ ბაზრის ამბებზე. მოკლედ ასე და ამგვარად ჩვენთან კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა, სადაც 15-მდე დიზაინერის ნამუშევრები. თავიდან ვიტყვი რა გეხვეწებით და ნერვი არ მაქვს, სიცხე მაქვს. მოკლედ ბაზარში გაიხსნა კონცეპტუალური მაღაზია, სადაც 15-მდე დიზაინერის ნამუშევრებია წარმოდგენილი და მათ შორის მეგობრებო, მე კი არ ვარ დიზაინერი საერთოდ არც არაფერი, მაგრამ ჩემი პიპინიკებით, ჩვენი პიპინიკებით იყიდება ამ კონცეპტუალში და მოკლედ შეგიძლიათ მოხვიდეთ, მოაკითხოთ პიპინიკებს და პიპინიკებთან ერთად უკვე შეიძინეთ და შეათვალიეროთ, იმიტომ რომ მართლა ფანტასტიკური კოლექციები დევს ჩვენს ახალ კონცეპტ სტორში. კონცეპტ სტორი. ბაზრის კონცეპტ სტორი. პირველი კონცეპტ სტორი ბაზარში. კარგად. კარგი, კაი, კიდე ვიტყვი ხოლმე. რაღაცა ისე აი გვემატება სპონსორები და ეს ძალიან კარგია. მოკლედ 9 და 11 მაისს გაივეს ქალთა ორგანიზაციის და ბაზრის ერთობლივი გამოფენა გაყიდვა გაიმართება, სადაც ქალ მეწარმეთა ნამუშევრები იქნება წარმოადგენილი და მალე აქ მომძვრება და აქ დამივარდება, იმიტომ რომ ვეღარ ვლაპარაკობ. და მოკლედ მოვჭით ამას და ეხლა უნდა ვითამაშოთ რა. აი ხო ვლაპარაკობთ, კივა. უნდა ვითამაშოთ. მე არ მინდა ლოვას. მე მინდა. შენ არავინ არ გეკითხება? ჯერ სწრაფი პასუხები გვაქვს. ჯერ სწრაფი პასუხები უნდა გავიცეთ. მიდი. ეს ის არის ხო? გიждები ამ თემაზე. ანუ ერთად უნდა გიპასუხოთ? არა. ცალ-ცალკე? ჯერ ნუცათი ვიცი. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ოჩერ არ ყურთ. ნახე მომისმინე, რაც მოგადგება იმას ამბობ. კარგი. არ დაიწყო ხა ფიქრი. არა. იწყებენ ფიქრს. მე მეშინიო. წამოხდება კრეტი. ძალიან ცუდი გონება მაქვს და მე ვიდება. აი, აბა ისქენ დააწყვე. ნუცა. ხო, სისტრაფე.
მოემზადე, ვიწყებ. ნუცა, დამისახელე სამი ცუდი სიმღერა. არ ვიცი. სამი რამ რაც შენს გარდერობში ვერ ვიპოვით. ვერ იპოვით რა ქვია ჩაფხუტი, აი ეს ბალაკლავა თუ რაც არის და მაღალი წინდა აქამდე. კარგი, სამი რამ რასაც არასდროს არ გააკეთებ სახალხოდ. სახალხოდ ვაიმე, არ ბოქს, აი ეს არ დააკავ, კიდე რა ქვია. კიდე შპაგატში არ ჩავჯდები? რატო? კიდე რატო? კიდე? რას მოგონდება იმას? კიდე. და არ ვიკივლებ. კარგი, სამი მელოდი მომღერალი, ჩქარა, მელოდი. დათო გომართელი, პიტბული და ესა გოგა მესხი. კარგი ბატონო. სამი სიტყვა რომელსაც საკუთარ თავს აღწერდი დროზე. დაბალი. დაბალი დაბალი ცისფერთვალება და გამხდარი. უიმე, სამი ცუდი სიტყვა დროზე. სამი ცუდი სიტყვა. სამი ცუდი რა? არ დააბოლო, დაიწყე და არ დააბოლო. ტრაკი. მეორე. კარგი. კიდე. მოიცედი. სიკვესებში ისეთები თქვი, რა ვის, დღეს მე მგონი არ უნდა გაგიჭირდეს. არა, ისეთი სიტყვა. ანუ ესეთი გახუნებული ცუდი სიტყვები და ლამაზი ცუდი. იდი ნახვი. კიდე რუსული სიტყვა, აი რუსული სიტყვა, რუსული წინააღმდება. აუ მაპატიეთ რუსეთი ოკუპანტია. კი ბატონო. მესამე. არ მინდა შენ რო გიყურო, იმიტომ რომ შენ გეტყვი მაგ სიტყვას. მითხარი, გოგა მითხარი. შენი დედა ვატირე. კარგი. კი ბატონო, კარგი. სამი ნივთი რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდი. სამი ნივთი. პირველი ბრიტვა. ტელეფონი. კაი, მეორე. მუსიკის მოსასმენი საბარსი. არა, დანა და ფანარი. კარგი. სამი ნივთი, სამი სიტყვა რომელსაც საყვარელ ადამიანს მიმართავდი. მიყვარხარ, საყვარელო და მიყიდე. საყვარელო მიყვარხარ, მიყიდე. რა კარგი წყობა საყვარელო. ჩემი საყვარელო მიყვარხარ, მიყიდე. ანი, შენი ჯერი მოვიდა. იგივე კითხვები, ხო? არა. კიდე კაი, იმიტომ რომ აი უკვე იცოდა და არისო. არა, ერთი სამი ცუდი მოსაკვავე, ქართველი. რა? სამი ცუდი ქართველი მოსაკვავე. არ არსებობს. სამი ცუდი ქართველი მოსაკვავე. აი არ არსებობს. სამი ცუდი ანი ლოლაძე, ჩემი შეყვარებული თორნიკე ჯიბლაძე და მაგის მა. ბორჩა. აი ეგრე. არა ვერ ვიცი. სამი ნივთი რომელსაც სულთან გაქვს, სამი ნივთი. ტელეფონი, დამტერი და აიქოსი. სამი მოძრაობა რომელსაც ყველაზე ხშირად აკეთებ, სამი მოძრაობა. ერთი ეს, მეორე ეს და მესამე. ვუ, კაი არა, ხეთრაკა. სამი რამ რაც ყველაზე მეტად არ გიყვარს. არ მიყვარს. მატყუარა, რამ თუ ვინ შეიძლება? სამი რამ, რა? რამ? კაი, რავი, ტყუილი, ალკოჰოლი, ხალატი. და ტყუილი, ალკოჰოლი და რა არ მიყვარს? რა მიყვარს? სიგარეტი. არ მიყვარს, არა. გიждები. სამი სიტყვა რომელსაც ყველაზე მეტად გაღიზიანებს, რომელი სიტყვა გაღიზიანებს სამი. აი, ადრე არ მაგიზიანებდა, მაგრამ ვიღაცამ ჩააჭირა და პოზიტივი. მე მგონი ლიზა იყო ყენია. პოზიტივი. არ შემილია. არ ვიცი და რუსული სიტყვები არ მინდა. აი ეს ბევრია და ჩაჯდა სამში. კარგი, შემდეგი. სამი რამ რასაც გააკეთებ მილიონი რომ მოიგო. სამი რასაც გავაკეთებ, ჩავაბრუნებ, ცოტას ამოვიღებ და ვიყიდი სახლს და პორშეს. ეხლა უნდა გაიტესტოს თქვენი არტისტიზმი. მაინცი არტისტობ. დიახ. კიდე მინდოდა. შენც არტისტობ, იმიტომ რომ სერიალებში გნახე. აი, მოცეკვავე მის garaშე, არტისტიზმის garaშე, ჩემთვის ხო, მოცეკვავე. როგორც მოცეკვავე კი. სულ თავზე შემოიდოსო ფეხი და მე ცალათიძე დაამზრიალოს და ძალიან მაგრა გააკეთოს ყველაფერი. არ მომეწონება თუ არ იმუშავებს სახით. ხო, ეგრე კი. კარგი. ახლა არის ესეთი გამოსდა, აქ ფილმები და მულტფილმები უნდა ამიხსნათ. რაზე? ფილმები? ფილმები ან მულტფილმები უნდა ამიხსნათ. არა ენით, არამედ სხეულის ენით. ვაუ! მოძრაობებით და გეტყვით იმასაც, რომ თუ მე ვერ მოვიგებ და გაიმარჯვებთ თქვენ, ხო. გელოდებათ საოცარი პრიზი, მართლა. ვერ მოიგო. თუ მოვიგე, მაშინ არ გელოდებათ. ხო და ვიცი, ვერ მოიგო. ვიცი რა, წინაზე სახლიო და აღარ მიეცით სახლი და რა. ვერ მოიგო და ხო, ვიცი მე რატომ უნდა მიმო, თუ ვერ მოიგო, რატომ აპირებდი? და სახლი გოგო. ანუ ხუმრო. თამაში იყო. ჩუქნიდი ბინას. თუ მოიგებ და ვერ მოიგო და ვერ მოიგო და არა ჩუქეს. აბა მოდით ვინმე მაგრამ ჩვენ მოვიგებთ. აი, დავიწყე. იეი! ოუ! ჩვენ ერთად გიხსნით? ერთად მიხსნით სხეულის ენით. რა კარგია. ამხდებით და მიხსნით.
კაი. რა ხარ? აქ ვეტევით, გავიდეთ? ორივე თუ იქით გავიდეთ. აქ ეტევია, კადრში ხო? ვეტევით თუ აქ აქეთ რომ გავიდეთ. აქ გამოჩნდებიან? კი, აქაც შეიძლება. მზად ხარ? კი. აი, აქ ჯობია. კაი, მიდი. ტიტანიკი. აქ უნდა ო, რა მნიშვნელობა აქვს? მაინც მიხდება. მე თორე რა საყვარლები არიან. აუ, ნახე? სმარა მოი. დინოზავრების შემოსება. რა ქვია იმ ფილმს? იურული პარკის პერიოდი. დინოზავრებზე არ არის? აბა რაზეა მითხრა? აბა კი, მაგაზე არის. მარა? მულტფილმია? აბა ფილმია. რა მე ჩუბა გადალაპარაკო. ეგ რა შეიძლება ფილმი? რომ გითხრათ ფილმი? არც ეგ. არა. ფილმი რო ათვა, მულტფილმი უნდა მითხრათ. აი, სხვა. ეს ამას ვერ მიხსნით? რავი, ეგ არის. დრო არ გვაქვს? დინოზავრი არ არის? არის, მაგრამ ფილმს რა ქვია, ხო უნდა თქვა? იურული პარკის პერიოდი. არა. რა ფილმია ხარ გამოდი? გოძილა. გოძილა სხვანაირად უნდა გააკეთო. ამბა რანაირად უნდა გავაკეთო? გოძილა უნდა გააკეთო. ეს მიკეთე. რა მისველ მისდევ რომ შეჭამო. შემდეგ. მიდი, შემდეგი. შველეთ კი ნახამ დავახტე. დებილობა. ვაი, მე შემეხედო, მაგრამ ვერ დავინახე. მიდი. კაი, მოიცა? ესა მე უფრო გამოვიყურები ეგრე, გამოიარე? გამოვიარო? ხო, მანქანით. ხო. სუდათა ვარ ხალ. ეს არის პანჯარა. ხო. ვითომ ვერ ხვდები რა ფილმია? რა ვითომ? მე რა ხდება? აი, ნახე. კაი, ბაბატიეთ. ვიზალოდე ხა გავარ. ანუ ლამაზმანი. ნახე. მე. ლამაზმანი. გოგო, გაიგო. ბოდიში მეთქი ვერ გაიგო. ბოლომდე. მე ხო ძალიან კარგად გავარ. კი, ნამდვილად, მიდი. ბოდიში ზურგით გავარ. კაი. მადლობა. კაი. აი ის როგორ უნდა უხდათ? ძალიან ბევრი რაღაცი, ძალიან ბევრი. ხო, ის. დაიდე? ხო. ანუ გვირგვირი დაიდგა, მულტფილმია? არა. ანუ მეფე. არა. იტალია. უფრო აქტიურად ამიხსენეთ რა. ვერ აკეთებ რაღაცას. ხო? ახალგაზრდა პაპი სერიალი? აი, აპი? პაპი? პაპი, ოღონდ? ცეცხლი წაეკიდა. ხო. ცეცხლმოკიდებული პაპი? ხო. ევროტური. მე რაღაც სხვანაირად მინდოდა მეხსნა, მაგრამ ვერ ამახსენდა ვერაფერი. ნუდისტურ პლაშს ვერ გავაკეთებ. ვაუ, ჩემი საყვარელი ფილმია. თქვი, აუ მეთქი. ვერ გავიგე. ჩემი საყვარელია. კაი, ის არის. ოღონდ? მოდი, მე ვარ. ის არა ქვი, კინგ-კონგი? არა, ნახე. ამიყვანე. მე. ხო, შეხა ადამიანი. ხო. ადამიანი მაიმუნი. ხო, ანუ მაიმუნ ადამიანი? ვი. მულტფილმი. 12 მაიმუნი. არა. ადამიანი მაიმუნი. მულტფილმი. ადამიანი მაიმუნი, სინგი? არა, ნახე. შენი. შენი პატარა მეგობარი. რი? მაუგლი? ხო. მე ვიყავი მაუგლი ადამიანი, მაიმუნი და ეს უნდა ამეხსნა ის რო ყავს. ბალუ დიდი მეგობარი. ჩემდეგი? რავი. რაკენი. რა საკეთე? ვაიმე! ქართევზა გამეფიცანი. ქართევზა. ნახეთ, ქართევზა მეყვია, ისე მიყვარს. შემდეგი მზად ხარ? აუ, ისე მაგრამ ეხსნიან. გიждები ორი. ძალიან მაგრავს სიტყვართა. მიდი. ვაიმე. ყიური მინდა. აი ეს ხელი, საათ მიდი ხარ. ფილმია თუ მულტფილმი? ფილმი. ხო. შეყვარებული ხარ? ეს არის დღიური. პრინცესას დღიუზები? ანა. კაცი ვარ მე. ხო, მე გააკეთეთ. ამით დღიურით უნდა მივხვდე. დღიურით და სიყვარულით. ანა ფრანკის დღიურები? არა. უფრო მეტი უნდა მანახოთ, ეს არ არის საკმარისი. ეს ნუცა აი რა ვიცის. უნდა, ხო და რა უნდა გავაკეთო? მე არ ვიცი ეს. ფილმია? ფილმი ხო, არ და ვიცი. ეხლა გამოვიდა ახალი ნაწილი. ბრიჯი ჯონსი? ხო. ჩააღო. აი ბრიჯი ჯონსი ხარ როგორ უნდა ამეხსნას პატარა. მაჩვენე?
მოიცა? ხო. ეს შეთუმე. აღარ გაწვალეთ. რა ბატონ. აუ, ერთი და უკანიას კნელი დარჩა. აუ. შენი მე ეს თმა მაგრა გამოგვადგა, ლოლაძის თმა. ყველაფერში გამოგვადგა. ხო? მერე? მერე? ფული მომეციო? აბა? ხო? ჯოკერი. ჯოკერი ფილმი? მნიშვნელობა, კარტი განახე, ბანკო. ხოსანა ბაბო, დაჯექი. რამდენი ვერ გამოიცან? დავიღალე. ყველა გამოვიცანი? არა, ორი ვერ გამოვიცანი. მოვიგეთ თუ წავაგეთ? არა, წააგეთ, იმიტომ რომ ისე ცუდად ამიხსენით. ისე ცუდად ამიხსენით, რომ წააგეთ. ანუ მე უნდა გამომეცნო ყველა. მე თუ ყველას გამოვიცნობდი, გამარჯვებულები იქნებოდით თქვენ. აი ნახე რა. ორი ვერ გამოვიცანი. მაგრამ თქვენ მაინც არ დარჩებით უსაჩუქროდ. დაღე ვერ თქვა. არ დარჩებით უსაჩუქროდ. უსაჩუქროდ დარჩებით თუ არ დარჩებიან? არ დარჩებიან უსაჩუქროდ, იმიტომ რომ ესენი არიან ჩემი სიცოცხლეები. ჩემი სიყვარულები. ეს არ გირჩევნით, ხა ბინას არ გირჩევნით ყვავილები. მე ყვავილები ძალიან. აი გურა ხილად ხაიხლა. ერთ ოთახე ბინას ეს ყვავილები არ ჯობია. კი, ხო კიდე. ამ მომენტში ამ ყვავილებს აქვს ესეთი ძალა. რომ ძალიან კაი სუნია. ყველა სურვილი აგიხსნათ, ხო სულნელიც საოცარია. ეს გოგოები მიყვარს მე ძალიან, ეს გოგოები არიან ფანტასტიკურები. გაუძნეს ჩემს წამებას. აი მე ნახეთ, აი იმ დროს როცა ქალი ქალს აღარ ალობს, ქალი ქალს ემძვის და ქალი ქალს ეჭყუდება. ქალი ქალს აღარ წავ. აი ყვავილი გამიყედა. აი მაგიტომ მიყვარს ეს ორი ადამიანი. გიждდები ორივე და თქვენზე. ჩვენ. მართლა თქვი რომ ხართ ფანტასტიკურები. მართლა თქვი რომ თქვენი საქმის პროფესიონალები ხართ და გულახდილად მადლობელი ვარ რომ ბაზარში მოხვედით ჩვენთან სტუმრად რა ბაზარიაში. მიყვარხართ ძალიან. ჩვენ ძალიან. რო დამთავრდება გადაცემა ყვავილებს უკან ჩავაბარეთ რომ ძალიან ძვირიანი მართლა გეყო. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი რა ბაზარია დასრულებულია. თერმომეტრი მელოდება ახლა არ განეთო გავიზომო სიცხე. საბოლოოდ გოგოებსაც გადავდე. დიდი მადლობა რომ ვიყურეთ. ეგ ბაზარი იყო. შევხვდებით შემდეგ სამშაბათ. რა ბაზარია ტაშები. კარგად.